ჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს. დაიწყეს სწორედ თბილისელებმა შეხვედრა და მათი შემადგენლობა სწრაფად მეკარებ 31 გიორგი მაკარიძე, 3 იოა გელაშვილი, 4 გიორგი ჯგერენაია, 5 გიორგი ჯინჯოლავა, 7 გორელთა სეზონზე მთლიანად. აქ მაღალი ჩაწოდება მაკარიძე დამაჯერებელია. ნახოთ აქ ძალიან კარგად წავიდა ჯინჯოლავა. შემდეგ შეიძლება დარტყმა შორი მანძილიდან არაზუსტია. ეს და გაიგდო ბურთი და ძალიან კარგი გადაცემა. ნახოთ რას იზავს პასია საჭირო, პასი. პასი გაკეთებული. ტიბუეს ჩაწოდება შორეულძელთან ეს პასი თუ დარტყმა იყო ნებისმიერ შემთხვევაში გადარჩა აქ იბერია და აქ განმეორებ გორის დილა მთელი შემადგენლობა საკუთარ ნახევარზე გაითამაშეს ბურთი იბერიას ფეხბურთელებმა. აქედან უკეთესია რა თქმა უნდა ჩაწოდება გამოიტანეს გადმოვარდნილ ბურთზე. დარტყმა დორასო კლასის, მაგრამ ტიბუე დარჩა ბურთთან. არა ანდრონიკაშვილის დარტყმა და დიდად საქმეში არ გვინახავს. აქ ჩაწოდება და ახლო მანძილიდან შეეძლო და მას გოლის გასატანად მაღალი ჩაწოდება აქ ბურთი ბოლო მაგრამ დაიბლოკა მისი დარტყმა. ასეთ სიტუაციაში რო იბლოკება ამას აქ ახსნა რადგანაც ის ფორვარდია შეუტია დაარტყა. სხვა გამოსავალი არ ქონდა მას, მაგრამ როდესაც რაღაცა ნელა აკეთებ, როდესაც ვერ აკეთებ ისე მაშინ არის გასაკრიტიკებელი. აქ კიდევ ერთი კარგი შეტევა სიხარულიძე მიიღო ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან. დაუტოვა ბურთი ტაბატაძე და შვენიერი თამაში, მაგრამ გაიხსნა მაინც ანგარიში და ირაკლის სიხარულიძე გატანილი გოლის ავტორი. 65 წუთზე იბერია მაინც მოახერხა გოლის გატანა და აქ ცენტრალური მცველება იქნება თუ არა. აი ხედავთ ამ ეპიზოდში ილორი სად არის ამოწეული, კი ბრუნდება. მამაგეიშვილმა ჩააწოდა სიხარულიძე ძალიან დიდი დრო მისცეს ბურთის დამუშავებისათვის. მან დაუტოვა მამაგეიშვილს და აქ ცოტა გაუმართლა იბერია, სადღანაც რამდენიმე ასხლეტა იყო და საბოლოოდ რაც მოხდა ნახეთ, აი ეს არის რაზეც ვიძახდი გოლის ალღო, რომელიც ირაკლის სიხარულიძეს აქვს, რომელიც მართლა სერიოზულად არის დაჯილდოებული ამ თვისებით და აღმოჩნდა ზუსტად იმ ადგილზე, ზუსტად იმ წერტილში, სადაც საჭირო იყო და გაიტანა კიდეც თავისი მორიგი გოლი ირაკლი სიხარულიძე. ეს გახლავთ ირაკლი საუბრო ფარულავა დარტყმა გადაეღობა ჯგერენაია, შეინარჩუნეს ბურთი გორელმა ფეხბურთელებმა. აი აქედანაც შეიძლებოდა, მაგრამ პასი გაკეთა, ჩაწოდება საჯარიმოში ბუღრიძე და მაკარიძე. ხო, დღეს 7 მაისი. შემიძლია გითხრათ. დასრულდა შეხვედრა, იბერიას გულშემატკივარს ულოცავ ამ გამარჯვებას, იბერიამ დააგროვა 12 მატჩი 30 ქულა და უკვე 7 ქულა არის